ძალიან შემართული, ძალიან გვერდში უდგას ქალბატონ ეკას, უდგას ქართულ ოცნებას პირველ რიგში და საერთოდ საქართველოს გადარჩენას. ეს არის პირველი ამოცანა. საქართველო უნდა გადარჩეს. ეკა ბესელია გადასარევად მიიღო ქალაქმა. ძალიან ენერგიული გოგოა და მოსწონს ყველას. უდგას გვერდში ისეთი ვაჟკაცები, როგორიც აგერ არის ჩვენი მსახიობები, სპორტსმენები, რა ვიცი, ყველა კაი და ნამდვილი ოპოზიცია ახლა გამოჩნდა. ამდენ ხანს ოპოზიცია არ იყო. ქართულ ოცნებაში ყველა ნამდვილად, ყველა აბსოლუტურად ნამდვილად. მე ინტენსიურად უყურებ. ღირსეული კანდიდატებია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული არის ეკა ბესელი. თუ რამე შეიძლება აწუხებდეს ამ ქალაქს, აწუხებს ყველაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანები ბედავენ, ამ შეხვედრაზე მოვიდნენ და ღიად გამოთქვან თავიანთი პროტესტი. ეხლა რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მობილიზება გავაკეთოთ ყველა იმ ადამიანის, ვისაც უნდა ცვლილებები, განსაკუთრებით ძალიან სწრაფად უნდა დაეწყოს ქალაქს ეს ცვლილებები. ჩვენ 1 ოქტომბერს მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ჩვენი ძალების მობილიზებას და ძალიან მალე ფოთს დაეტყობა, რომ მას მზრუნველი ხელი ეყოლება და ეყოლება ადამიანები, რომელიც იზრუნებენ ფოთის ფეხზე დადგომაზე და იზრუნებენ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ფოთს აწუხებს. შეუძლებელია, რომ აი ამ საზღვაო ქალაქში, რომელსაც აქვს უნიკალური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობა, ქალაქი, რომელიც საქართველოს კარიბჭეა და ეს არის მართლაც ისტორიული ქალაქი, დღეს აი ესეთ უკიდურეს სიღარიბეში იყოს. მე ძალიან მაიმედებს ეს განწყობა, რაც ფოთში ხდება. მე ვხედავ ადამიანების აქტიურობა, როგორ იზრდება დღითი დღე და რამდენად უკვე იმედიანი ხდება ქალაქი 1 ოქტომბერს. ჩვენ მართლაც ოქტომბერში ერთ მუშტად შევკრავთ თელ საქართველოს, თელ ფოთს, როგორც ეს ბატონო ბიძინა ევანიშვილმა თქვა.